კასტელო დელი სკიაუი. ადგილი, სადაც მაფიის მეხუთე სეზონის ფინალი ჩაიწერება. ეს არის სახლი, მუზეუმი და უეპიკესი ადგილი არის. მოგესალმებით, მეგობრებო. სალამი. მოგესალმებით, მეგობრებო, ყველაზე ეპიკურ პოდკასტში, ყველაზე ეპიკურ ფინალამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე. ემოციების ის არის რა მოზღვავებაა რა, იმიტომ რომ ყველა ფერს ვცდილობთ რომ გავაკეთოთ, იმდენი იდეა არის და მე ვიაზრებ ხოლმე რომ ყველაზე მთავარი სულ რამდენიმე საათში ფინალურ მაგიდაზე დავსდებით და ვითამაშებთ აი ამ წარმოუდგენ გარემოში რა. მე აქაც დავაფიქსირებ, რამოდენიმე მკითხა რომ რომელი როლი გინდა რომ ითამაშო და აი ვფიქრობდი ხარ, აი შავი კარტი, წითელი კარტი, მაგრამ აქ რო შემოვედი, აი გეფიცები ყველაფერი დამოვიწყდა რა. ანუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა როლიც არ უნდა მომივიდეს. ალბათ ყველაზე ესე ჟარგონულად ვიტყვი, ყველაზე მუღამით ვითამაშებ დღეს. აბსოლუტურად გითანხმები, მთელი დღე. ჩვენ ისე მაგრად გავერთეთ, ჩვენი სპონსორების დამსახურებით, რა თქმა უნდა და ეს საოცარი თავგადასავალი იყო და ისეთი მაგარი ემოციები გქონდა და ხან ზღვაზე ვიყავით, ხან აუზზე, ხან გოდფაზერის ტურზე და იმდენად ბევრი ემოცია იყო, რომ მე დამოვიწყდა, რომ საერთოდ თამაშობდით. ტოპ კომენტარი. რის რამაც სტიმული მომცა. კი, კაც თქვენ გაერთოთ და ხალხმა ფული იხადოსო? ჯიმ ერთხელ ახსენა, რომ ძალიან გვინდა სიცილიაზე წავიდეთ და თუ შეიძლება ტურისტულები გამოგვეხმაურეთო. მაშინ ჯი არის ძალიან dreamer კაცი რა, რაღაცას რო იტყვის, უეჭველი გააკეთებს. ეს კი მე არ მჯერა ხოლმე რომ სიცილიაზე ამდენ ადამიანს წავიყვანდით, მაგრამ ეს რო ჩათქვამს, არ არსებობს არ გააკეთოს და ვიღაცამ კომენტარი დაგვიწერა, რომ თქვენო გინდათო გაერთოთო და ვიღაცემა ფული იხადონო და თურმე ეს ყოფილი, ანუ ჰეით კომენტარებია ჯის მამომტივრებელი ჯითუ? არა, სპეციალურად არ წავშალე კომენტარი და მე მგონი დავარეფრაი ეხლა რა. აი აქვე ჩავუწერო. ხო და მეგობარო, შენ გაგიმარჯოს აი მან კომენტარის გაწერისთვის და ეხა აქედან მოგიკითხავთ ყველანი, ოღონდ კარგად გულისხმობ რა, გულით მოგიკითხავთ, იმიტომ რომ გარდამტეხი როლი ითამა. ეს არ ნიშნავს რომ ეხა ცუდი კომენტარი უნდა დაგვიწეროთ ისე მეგობრებო. შეგიძლიათ რომ პოზიტივითაც მისცეთ ადამიანს სტიმულს. თუმცა ძალიან კარგი იყო რა, ეგრე ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ ვიღაცა რო გეუბნება რომ შენ ამას ვერ შეძლებ რა, მაგ დროს შენ უფრო მეტი სტიმული გეძლევა რომ დაამტკიცო ნამდვილად შენი შესაძლებლობები რა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბოდიში საკუთარ თავთან, იმ კაცს კი უნდა დაუმტკიცო, შენ საკუთარ თავთან უნდა დაამტკიცო რა. ხო, არავის არ გჯეროდა, მაგრამ შევძელით. პირველ რიგში მივედით ბეტსონ სპორტთან. მართლა უდიდესი პროექტი არის სიცილიაზე ამდენი ადამიანის წამოყვანა და ამ ყველაფრის გაკეთება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გენერალურ სპონსორთან ბეტსონ სპორტთან მივედით, რომელსაც უღრმესი მადლობა თანადგომისთვის და მითხრეს, რომ შენ თუ მაგას გააკეთებო, დააორგანიზებო, ჩვენ დაგეხმარებითო რა. და მართლა ძალიან დიდი მადლობა ამ კომპანიას, რომ პირველი სეზონიდან, აგერ უკვე 5 სეზონია გვერდით გვიდგას რა. და ერთი იცოდეთ, რომ ეს კომპანია რო არა, ძალიან გაგვიჭირდებოდა მაფიის არა მარტო სიცილიაზე ჩატარება, არამედ თბილისში ჩატარებაც რა, იმიტომ რომ უდიდესი შრომაც მოითხოვს და უდიდეს ხარჯებთან არის დამოკიდებული. ჩვენი გენერალური სპონსორი არის ბეტსონ სპორტი, მაგრამ ძალიან სწორ დროს ბევრი ახალი კომპანიაც გამოჩნდა, რომლებიც დაუდგნენ მაფიას გვერდში და უზომოდ მადლიერები ვარ თუნდაც სელფის ინტერნეტი, რომელთაც სხვათა შორის ბოლო ეპიზოდი აიტვირთა. ასევე კიდე ძოხელ ღამის 4 საათი იყო, რომ WhatsApp-ში ვიწერები, რომ ინტერნეტი მინდა სასტუმროს 1 მეგაბაიტი აქვს სიჩქარე ატვირთვის თქო რა. და ეგრევე რაღაც ხარში და ანუ საქართველოში იყო დილის 6 საათი რა. და ეგრევე პასუხი გაგვცეს. ეგრევე პასუხი რომ დავაი აბა რითი შეიძლება დაგეხმაროთ და რაღაცები და ყველანაირად დაგვეხმარნენ რა. ასევე მეგობრებო, აეროპორტში გვიმასპინძლა Subway-ის სენდვიჩებმა. სანამ გაუფრინდებოდით ყველა. მაგარი. კარგად დავნაყრდით. აი, რამხელა კომპანია Subway რა და სპეციალურად ეხლა ექსკლუზიურად შეიქმნა Subway-ის ახალი სენდვიჩების ხაზი, სიცილიური სენდვიჩი. არ მითხრა რომ ჩვენ გამოდაამატებთ და გავგიჟებ გადავხტები აქედან. მე მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ არ ვიცი. მაგრამ ჩვენს მაყურებელს უკვე შეუძლია მივიდეს და დააგემოვნოს. სიცილიური სენდვიჩი. ანუ თითქმის პირველები ვიყავით, ვინც ეს სიცილიური სენდვიჩები გასინჯა, G2G სპეციალურად აიღო მხოლოდ სიცილიური სენდვიჩები. 30 სანტიმეტრი. ვიღაცებმა უთხრეს, რომ აი მე Subway-ის BMT თუ BLT. Subway-ის BLT მიყვარს და რაღაცეები და არა, ეხლა სიცილიური სენდვიჩებს. პიკანტური და ვიღებთ მხოლოდო. თქვენ რომელი გევასებათ Subway-ში? მე სხვათა შორის ყოველთვის ჩემი თუ აწყობ.
მე დღეიდან სიცილიური ასე ვთქვათ მომხმარებელი გავხდები. მადლობა Subway-ის, რომელიც ერთ-ერთი ის კომპანია იყო, რომელიც შემოგვიერთდა ესე ექსპრონტად, ჯერ მინდა მაყურებელსაც უთხრა, რომ ძალიან ექსპრონტად გადაწყდა, ეს არ იყო დაგეგმილი რაღაცა კამპანია, რომ ჩვენ ეს სეზონი ჩაგვეტარებინა დასკვნითი ფაზა სიცილიაზე, ეს მოხდა ძალიან ექსპრონტად, შუა სეზონში გადაწყდა და მე ორმაგად მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო და აი შუა სეზონიდან ეს ყველაფერი რეალობად აქცია ის ხალხი რომელსაც შეიძლება გაეცინოთ სიცილიაზე წასვლაზე ჩვენ რეალურად მეგობრებო გავაკეთეთ რა. საქსუ სიცილია აქვს რა თქმა უნდა. ანუ ძალიან დიდი შრომაა რა თქმა უნდა ჩადებული ამ ყველაფერს თქვენ აუცილებლად ნახავთ აბსოლუტურად ყველა სახის კონტენტში, ყველა პლატფორმაზე ძალიან რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ემოციები და ეს პროცესი მთლიანად გადმოგცეთ და რაც თავარია ეპიკურ თამაშს დაელოდეთ. მადლობა ასევე იმ სპონსორებსაც, ვინც სეზონის დასაწყისიდან ჩვენ გვერდით იყვნენ, ბენედიქტინერი, Starbucks-ი, ლუდისა ჩვენი ჩიპსი, ქართული ჩიპსი. მართლა ჩემი ფავორიტი ჩიპსია, დიდას ფიცავა. ბენედიქტინერი აქ გავჩითეთ. და აქედან მოვიტანეთ სიცილიაზეც კი არის სიცილიაზე ვისყვირიდეთ ეგეცეთ აუ რა მაქიოზურია ხო და ერთადერთი ეხა რაც მაკლია აი ხო იდეალური გარემოა რა მაგრამ აი ერთად რასაც ვფიქრობ ცელსიუსის კონდიციონერი ხალხო ეხლა აი ეხლა აქ ისეთ სიცხეა აი კუდებით მე მინდა გუშინ ბიჭო ხოაზე ხარ ეხლა ვაფასებ რამხელა კომფორტს გვიქმნის ცელსიუსი და გარდა სპონსორებისა ამ კომფორტისთვის კიდე ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა ცელსიუსს და ეპიზოდზე ავთო რომელიც ასევე იუთუბერი არის მიიღო მონაწილეობა და მაგრამ ისე იცოდეთ რომ G2-ს ტყავში აქვს ჩამონტაჟებული ცელსიუსის პატარა მინი კონდიციონერები და იმ 40 გრადუსიან სიცხეში ტყავის კურტკით რომ გადაუღე TikTok-ი აი მაგ და შეგნიდან მაფია პრომოკოდი მაწერია რომელიც 15%-ამდე ფასტაკლებას გაძლევთ ფილიალებში თუ მიხვალთ და შეიძენთ ნებისმიერ პროდუქციას ან საიტზე შეიძენთ ასე რომ დაგვასაპორტეთ და თქვენც იხეირებთ 15%-ამდე ფასტაკლებას მიიღებთ ჩვენ ვიღერებთ გვეც იღერებთ ეს პოდკასტი მეგობრებო მრავალფეროვანი იქნება, რადგან არაერთი სტუმარი შემოგვიერთდება. ვინ. ცოტა ხანში ამ ყველაფერს გაიგეთ. ერთი ფანტასტიკაცია და სანამ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ გახსნითი სტუმრის პატივი. შენ სტუმარია ხარ? სხვათა შორის სპონსორები ვახსენეთ ბოდიში და ლაშას აბარია, ასე ვთქვათ, მარკეტინგული მხარე მაფიის რა და წუხე იყო რომ ერთ-ერთი კომპანია დაგვიკავშირდა და აბა იქნებ შევძლოთ რომ ჩავაინტეგრიროთ თან გზაზე რომ მივდიოდით და საბაგიროში ვისხედით მოკლედ რა საბაგიროზე ვისხედით და ისე ვესაუბრებოდით და ძალიან რაღაც გარკვეული მიზეზის გამო მიხვდებით ალბათ დროის ფაქტორით რომ გუშინ იყო რაღაცები თანაკვეთა ვერ მოხდა თუმცა უღრმესი მადლობა თითოეულ კომპანიას რომელიც დაინტერესდა იმიტომ რომ მართლა აი ყველაზე მეტად რაც გვიხარია რომ გვიკავშირდებიან რა პირველ სიტყვები იწყება რომ გიყურებთ გულშემატკივრობთ და გარდა იმ რაღაცა სარგებლისა რომელიც ბუნებრივია ერთმა და მეორე მხარემაც უნდა მიიღოს აი ეს თანადგომა ეს დამოკიდებულება ორმაგაც სასიხარულო და სასიამოვნოა რა მაგრამ მე ველოდები შემდეგ სეზონიდან კიდევ ერთ ახალ სპონსორს ოღონდ პირადად ჩემი სპონსორი უნდა იყოს ეს არის თმის სპრეი მეგობრებო მე ჩამომართვეს საზღვარზე ჩემი თმის სპრეი და მინდა აუღნიშნო მე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არ გამომატანეს, არ გადმომატანეს და აქ შევიძინე და იტალიური თმის სპრეი არ მომწონს რა. ქართულს არაფერი არ ჯობია. იქ ნაყის მინიმუმია. ვით გამოჩდებით აცილებლად. ჩემი აზრით ლაშაზე არანაკლები ინფლუენსერია მისი ჩამოვარდნელი კულული და ლაშა იმსახურებს რომ თმის სპრეიმ დაასპონსოროს. ესეთი ორგანული ინტეგრაცია არ იქნებათ არასდროს. რომ ბიუთი ინფლუენსერებზეა საუბარი, როცა ლაშამ თმა უნდა გაიშეშოს თავზე. ის ფოტო ნახა 150.000 ადამიანმა. ლაშას კულული. მე პირადში მწერდნენ რომ ლაშამ რა ქნა თმა? აუ მე წერე. სპრეი იშოვეო ხალხი. შეწუხებული იყო და მეგობრებო, ვიშოვეთ, თუმცა არა ისეთი ხარისხიანი, მაგრამ არა უშავს. მე თმის სპრეის გარეშეც იგივენაირად ვითამაშებ, ალბათ. თუმცა კაი გასამართლებელი მიზეზი მექნება, რომ გაკეთილი თმის გარეშე ვერ ვთამაშობ, რა და. სამსონი. მე მგონი ჯობია რომ დაუთმოთ ადგილი სხვა ახლა სტუმარს, ხო? ფანტასტო, ბასტო მაგარია, ვითხოვთ თუ შეიძლება. მოდი. ხო და მან ჩავდიოდი და დამიძახე მოვტრიალდი უკან. მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ახართ?
კარგად. შენი მინი პოდკასტი გააკეთე, შენ ხო აკეთებ ხოლმე და მაგისთვის მოგიყვანეთ, რომ ეხლა მინი პოდკასტების სერია გავაკეთე. სათვალეს ავიღებ მაშინ. მეგობრებო, ვინც არიცით, ბასტოს აქვს ახალი არხი, უკვე რამოდენიმე თვე აქტიურად აკეთებს ვიდეოებს, ძალიან იუთუბერული და ძალიან მაგარი ჩენელი აქვს, ასე რომ გამოიწერეთ. თუ მოიყურეთ და თუ მოგეწონებათ გამოიწერეთ. ბასტო ფანტასტო. გადამბულად დიდი ასოებით. Spider-Man-ის ლოგოს რო დაინახე. აი, რამდენიმე დღე აქ ვარ და რა გაგისწორდა ყველაზე მეტად? ჩემი პლაში. აუ, მოიცა. საოკაში, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ქორწილის კადრები გადაიღეს, ეს იქ ეკლესია ვნახეთ, მოვდივართ და აი ამ სიმღერებს მღერიან გზაზე რა. მეთქი რა ხდება ჩემ. და ამ სიმღერას ყველაზე მაგარი ვიდეო იყო, ყველაზე მაგარად ვნახე. იყო brain rot-ი, საოცარ რა ისტრალალო ტრალალა შენ ძმოსა ესო პლაში 180 გრადუს სიცხეში მამა ფლექსის მუსიკაზე აჭარულს ეკავს. მაგ ვიდეოს აღწერა გააკეთე, გთხოვ. მოდი ესე დავიწყოთ. 40 გრადუს სიცხეში, სიცილიაში, იუთუბერი, ტყავის პლაშით მამა ფლექსის მუსიკაზე ზეგავს აჭარულს. ეგ რეალური ვიდეოა. ეპიკობა. აქ რატოა ესეთ სიგრილებს? სპონსორი ხო არ ყავთ რამე? აი, ეს იქნება ჩვენი სპონსორი დღეს. მე თუ გინდა იმას ვიზამ, დავინავებ ერთს დავინავებ ხოლმე. ბიჭო, როგორ მოწოს ეს მუზეუმი? ბიჭო, ძალიან მაგარია. უბრალოდ მე რომ მე პატრონები იყო, რაღაცა სპეციალურ ფულს გამოვყოფდი იმ 5000 ევროდან რაღაც ნაწილს და ისეთ კონდიციონერს ჩავამონტაჟებდი, რომელიც აი არ გამოჩნდებოდა რა, მაგალითად რომ მაგ ხო იცი რომ კონდიციონერზე მოხ სადნა ვიყიდოთ კონდიციონერი ყველა მით ცელსიუსის შიკის ერთ-ერთი შიკის ოფიციალური წარმომადგენელი არის ტონის. აი ხო არის პირი ხალი ეს პიროქია მან კონდიციონერი ყო და პირიდან უშოვდეს სიუჰაერს იდეალური იქნებოდა რა. ჩამოუტანოთ ბაზარი ის კაცი გაიგებს ალბათ. შეურაცხყოფად არ მიიღებს. ანუ მე რო ტიტულებს ვივარ მე სხვათა შორის ბასტოს ხშირად ველაპარაკებოდი ხოლმე რაღაცეები რომ მერხეოდა და რაღაცებს ვერ ვაკეთებდი ერთ-ერთი ბასტო იყო რომ მეც მიიღავ მე დარხეული მაქვს მეუნება კიკობს აკეთებდა პარალელურად მე ამან რავი 100 კაცი ჩამოიყვანა უცხოეთ და სხვადასხვა ქვეყნებიდან მე ხა 20 კაცი დავიყვანე სიცილიაზე არ არის პრობლემა და რაღაცებს უზიარებდით რა აბა მე ამ მხარეს მაქვს დარხეული ეს მე უნდა მეც დარხეული მაქვს შენ ეს რაღაც იქნება მე 1000 კვადრატი ბალახისკენ დამამიწია სპორტის სასახლეში ბალახი დააგო ტიპი და არის ეგარი მე მაგარია ერთი და იგივე ის ქონდა რა ქვია რომ мотиваცია რომ ახლოს ხო ვიყავით ორივე რომ აი არ გამოდის მაგრამ აი მეთქი რას ქვია არ გამოდის мотиваციით გავაკეთე მეკითხი რა ხო და რომ უყვებოდი ბასტოს რა ანუ მეთქი ხო არ ღადაობ ვაფშე ტიპს დაუკავშირდით რომელსაც ანუ საიტი გავაძრეთ სადაც იყო ამის პრეზენტაცია თუმცა ფორმა შევავსეთ მეილზე მიწერეთ რაღაცა რავი გავიდა 1-2 დღე 3 დღე არაფერი არ არის რაღაც მე რა ვქნათ რა ბოლოს გავშითებ ვიღაც მე იმან სხვასთან დაგვაკავშირა მე ჩვენ კომპანია ტურებიჯი გვეხმარება აქ წავ ტურებიჯი პატარა ტურები ყავთ ჩვენ გვეხმარება ტურებიჯი ტურისტული კომპანია რომელმაც დააორგანიზა ამ ბილეთების შეძენა სასტუმროს ჯავშნები და ასე შემდეგ და ისინი დაუკავშირდნენ ერთ ძალიან მაგარ ადამიანს მაკოს რომელსაც ინსტაგრამი აქვს ის არის იტალიურის მასწავლებელი და წარმოგიდგინე ანუ ამ სივრცის ამ სახლის რომელსაც ქვია კასტელო დელი კასტელო დელი დელასა იტალიურის მასწავლებელია კასტელო დელი სკიავი ანუ წარმოგიდგინე ტიპი არის ეს სახლი არის ვიღაც ბარონის რა და ბასტოს უყვები რომ მეთქი ვიღაც ტიპი არის მეთქი ბარონი არის თქო არც ინსტაგრამი აქვს არც ფეისბუქი არც ვატსაპი არც ვაიბერი და წარმოგიდგენ მაკო სპეციალურად პალერმოდან ჩამოვიდა რა ქვია ამას ამ კატანიაში ბიჭო კატანია კატანიაში ჩამოვიდა მოვიდა ეს ადამიანი ნახა რომელმაც ინგლისურიც არის ის არ აინტერესებს შეხვდა დაელაპარაკა ეს ყველაფერი დააორგანიზა და წარმოგიდგენ ტიპმა მეთქი ხალხს უყვები რომ ანუ სადმე კომპიუტერში კი ჩაიწერა რა ესე ფურცელზე მონიშნა ეს რიცხვი როდესაც უნდა ყოფილიყო ჩვენ ჩამოვდივართ ან თელი იმითი თელი ისინი ავანსები და არ ვიცით ვაფშე ან კი ეხლა არ შეიძლება ხარი რო ყოფილიყო მაგას დღეს შეიძლება იქ ფურცელი არ ყოფილიყო თან ყველაზე გადაობა ის იყო რომ G2G ხვეწებოდა რომ გეხვეწებით თან ხას წინასწარ გადმოგირიცხავთო რომ არ გადაგვაგდოთ არ მინდა რა ჩამოდითო როცა აი როგორი ტიპი არის ისე რომ ანუ ის სიტყვის კაცი და აი რაღაცა რა რაღაც ქართველი
ქართველი ტიპია რა. იტალიელი. და მოკლედ სიტყვას პატივს ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მაკოს, რომელიც ინსტაგრამიც იქნება აღწერაში და ის ასევე ტურებსაც აკეთებს ხოლმე. ეხლა ისე რომ თქვათ რა. შეუძლებელი იქნებოდა მაკოს გარეშე. ხო, ანუ აი ნოლი, ან შენ უნდა გესწავლა იტალიური ჯერ რაღაცა პერიოდი. მე უნდა ჩამოსულიყავი. აქ უნდა კარგად გესაუბრა იტალიურად, რომელიც კიდე შეუძლებელია რა თქმა უნდა. ხო. თან ზუსტად იმ სასახლეში ვარ, სადაც Godfather-ის მთავარი სცენა არის რა. ჯითუ, აი ეს რომ მაგას რო გეგმავდი. შენ დაიგეგმა სიცილია, ხო? არ გაინტერესებს როგორ დაიგეგმა, აქ გადაღება, მოკლედ ჯერ ხან აეროპორტთან ვათვალიერებდით, ძერს კბილებს აუზით, რომ აი მაგის ფონზე გადაგვეღო მერე, ანუ ან კატანიაზე, ან მეორე მხარეს და აი ძალიან ბევრ ადგილას რა და რაღაც მომენტში G2G მარტო Godfather-ის TikTok-ებს ნახულობს რა, Brain Rot-ი და Godfather-ი, ანუ რო ასკროლა 20 ნახვიანი ვიდეო შეხვდა აი ამ ადგილიდან და აუ ესო რა არისო? ვიღაც ტიპს TikTok-ers მიწერა პირადში იმასთან დაალაგა. რაღაცა სიგიჟეები გააკეთა. ანუ აზე ხარ რა როგორ ენერგეტიკა მიიზი და რო 20 ლაიქიანი ვიდეო. ვერ არის რა. მაგარი კაცია. ჩემი აზრით კიდევ უფრო მეტად უნდა დაფასდეს, ვიდრე არის დაფასებული რა. დედას ვიცა რომ გული მწყდება რომ აი 200,000 მადლობა არ წერია ხოლმე ამის ვიდეოებზე, იმიტომ რომ ანუ არ ჟღერდება რა სიგიჟეებს აკეთებს რა. ვიღაცა 20 ლაიქიან ტიპს მიწერა რომ ესო რა არისო, რა პონტიაო და ვარ თითქმის დაქირავებული ვილა გქონდა 25 კაცზე, ისინი ჩავხსენით და მე დავიწყეთ სხვა, ანუ ბილეთებს რო ნახულობდით სიცილიაზე არის ორი აეროპორტი. ჯერ მეორე აეროპორტში ნახულობდით, მე მაგის გამო, აი ამ ადგილის გამო გადმოვედით აქეთ მხარეს, ამ აეროპორტში ჩამოვედით, ჯერ ხო ტურები შეცვალეთ, ერთი კვირით რავი, რა აღარ გავაკეთეთ, რომ აი აქ ჩამოსული. მე მჯეროდა, მე ესე წამოწოლილი ვიყავი და მეველდებოდი მესიჯს, როდის მისულიყავი აეროპორტში. და ესე შვიდად ვიყავი, რომ მომივიდა მესიჯი, რომ პირველის ნახევარზე იყავით აეროპორტში, ეს ავდექი, ჩიპ და წამოვედი აეროპორტში, ვიცოდი, რომ ჩალაგებული მე ოდნავ ერთადერთი რა დისკომფორტი შეექნება, იქნება რომ დამცხებოთ. სიცხეზე არაფერი კომენტარი არ გააკეთოთ. ვერ აკონტროლებ სიცხეს, ამინს აქ ცხელას. ყავი არ ატარებს ხო? ვიცი ხო? ყავი შავი ირეკლავს. ყავი შიგნიდანაც არ ატარებს შეჭ. სუსველი ვიყავი და იმ ადგილას იმ დღეს ხუმრობა ვთქვა რომ ჯითუ სადაა და ეხლა ჩამოედინება მე. მართლა ეგრე იყო რა. და თქვენ ეგეთი სცენა გინახავთ რომ კატანიაზე Godfather-ის ტურზე ვართ, ეს 25 იუთუბერი რაღაცებს გვიხსნიან, სავოკაში ვართ. მაიკლმა სადაც ჯვარი დაიწერა იქ G2G თავის ოფლიამ პერაკს ფენს მზეზე. ეგ იყო კოპოლას ქანდაკების გვერდზე ჩემი უგიჟესი საროჭკა და ის ვინვეთის. ძალიან ფლექსიბელი. ძალიან კრეიზი კაცი ხარ G2. არა, ჩვენც ანუ ქოროს ფოსურად ეგ ეგეთი სურათი რომ მქონდეს, მე ქოროსფორნები რომ ეგეთი ფოტო რომ მქონდეს, ტატუთ გავიკეთებ. ესე რომ ზის რა და აქეთ წვილი თელი ცხოვრების გამო შეცდილობდნენ და დაიწერეს ჯვარი და რაღაც და ქორო აი ეს ათვალეში ზის ესე. და ორ მინაში მაგ. ეგეთი შანსი მქონდა რომ მე რო ფეხზე ვიცვ მაგის უკან ფეხზეც ანუ მე შლოპანცელი მეცვა და ნასკებს ვიცვამდი და ანუ ძალიან ისეთი ვარ ფლექს ანუ ძალიან ხო აი იმდენი პრობლემა 23 მილიონი ვარ თორე ეგ აუ გინდა რაღაც თქვა ოღონდ ამას მომობა უბრალოდ მაყურებლის პერსპექტივიდან რა ანუ მე რო გაოგნებული ვარ და გაოცებული რაც ბასტომ გააკეთა და რაც G2G-მ გააკეთა მგონია რომ ეგ მაგაზე საკმარისად არ საუბრობენ და იმიტომ არ საუბრობენ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის ხოლმე თვით პიერზე რაღაცას რო 5 ჯერ შენ თავზე იტყვი რომ უძერს კესი ხარ და ურთულესი რაღაც გააკეთე მე სხვებიც უფრო მეტად იჯერებენ და აფასებენ რა და მე მგონია რომ ეხა შენ გადაობით ამბობ ხოლმე რომ მე ვარ ფანტასტო, მაგრამ ანუ ვიცი რომ გჯერა მაგის, მაგრამ თან გადაობით ამბობ რა. იმიტომ რომ თავდავალი ბიჭი ხარ რა, მაგრამ მართლა ფანტასტო ხარ. და შენც ფანტასტო ხარ. ჩვენ ვარ ესეთი რაღაცები ხდებოდა და საბედნიეროდ ხდება. იტალიელებიც ჩამოყავს, ყაზახებიც, სხვადასხვა ქვეყნებიდან და ქართველებიც მივდივართ სხვა. აი ჩემი დედა მომიკვდეს, ჩემი კარგი მომხდა. ხო. მაღლეგინდა. მე ვარ. რა შეხარ? ამატებ? ამატებ. ანუ დედა მომიკვდეს, ჩემი ორი უსაყვარლესი პროექტია. მაფია და YouTube ლიგა. მე რომელსაც ანუ მე არ უყურებ ფეხბურთს, რონალდო და მესი რო თამაშობენ და უყურებ ვიღაცა ყაზახები რო ეთამაშებიან ქართველების ლიგას. რო ამოვტენეთ მაგას უყურებ. აი Brain Rot. მე რა წამიგია. ამოვტენეთ კაც. მიკროფონს გადავცემ მე გიორგი ქორიძე იყო აქ მოსული, რომელმაც გააჯვა და ეხლა კორო. აუ გეხვეწებ ქორის ფიტული დევს, იმდა ეგ მოიტანე, გეხვეწებ. იქ დევს პირველი ოთახის კუთხეში დევს ქორის ფიტული. გამარჯობა მეგობრებო, რაზე დამიძახეთ? შენი პერსპექტივაც გვინდა ამ ყველაფერზე?
ჩემი პერსპექტივა როგორია, იცი? ქორო არის ბოდიში, ქორო არის ყველაზე სასაცილო ადამიანი, მაპატიე. მთელს YouTube-ზე და ვისაც კი ვიცნობ, საერთოდ ყველაზე სასაცილო ადამიანი. არავინ არ თქოს, რომ ქოროზე მაგარი იუმორი აქვს. ამ ადამიანმა რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერზე მეცინება. ეხლა გაგაცელა. ჩემი რჩეული რო გახდი, მაგისთან ხა სოდის ჩარიცხო. გიო, შენი რჩეული რო გავხდი, მე მგონი ვიყავით ჩვენ განცალკევებით. ორი დღე და ინდა გაფერთხინე 10 კილო. არა, ნახე, ალბათ ყველაზე ტკბილი იყო, მე 12 მის ხდებოდა მაგისტვის რა. იმიტომ რომ აი ბოლო შანსი იყო ფაქტობრივად და კიდე ახლა ისე ვერ ხედავდი ამ ყველაფერს, სანამ აქ არ წამოვიდოდი რა, ანუ ძალიან ბუნდოვნად ხედავდი მაგ ყველაფერს და ეგრე დიდად ვერ მინდოდა, მაგრამ ახლა აქ რო ვარ, ძალიან ვერთობი რა, ახლა ვიღლებით მაგალითად დავდივართ რაღაც, მაგრამ მე მახსენდება რომ რისთვის ვარ ჩამოსული და იმ პატარა ამბიდან რომ აქამდე მოაღწიე და აქამდე მოხვედი, ძალიან დასაფასებელია და დასასვენებლად არ ვართ წამოსულები. ხო, მე ვიცვენებ კიდეც. ანუ შენ იმიტომ რომ ორგანიზატორი ხარ და ყველაფერი მაგრამ დავისვენებ როცა ჩავალ. ეგეც არის. მაგრამ ნახე მე ჩემი გადმოსახედიდან გეუბნები. მე ამ პროცესით ვერთობი რა. კი არ ვიღლები. ხო თვითონაც ერთობა კაცო ვიცი, მაგრამ ყველაფერზე ნერვიულობს პროსტა ეს. რაღაცას ვიტყვი რა. ანუ ამდენი ადამიანია და ამდენი ექსცენტრიული ადამიანია წამოსული. ვინ აბა ჩამოთვალე. ძალიან ბევრი ყველა რა. ვინ არ არის ექსცენტრიული ეგ თქვი? ანუ შანსი არა ვერ ვიტყვი. სლენდერა არ არის ექსცენტრიული. ანუ არც ერთი ექსცესი არ ყოფილა რა. ანუ იდეალურად მიდის ყველაფერი. არ ვიცი, ალბათ პროფესიონალები არიან და იმიტომ. ეხლა ვუპირებთ რომ თამაში მაგისთვის გინახავდით ეს 3 დღე რომ ეხლა თამაშში როგორი თამაში გამოვა მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მე ვიტყვი რაღაცას რა, ანუ ჯერ მაინტერესებს მე რო დაგირეკე და რო გითხარი პასპორტი გაქვს მეთქი. ხო, ძალიან უცნაური იყო და რავი მეთქი ჩავკი როგორ არა. ეგ არაო კაცო. ავი მე გავგაზე იუსტიციაში პას მეთქი ფლეშმობია თქო, მაგრამ მაინც გავიქნიე ის ერთ დღეში პასპორტის სასაღები ფული მეთქი, აიც რა ხდება თქო, 355 ტაქსით წავედი, ტაქსით მომდი 300 400 MVP-ის აბარა. აუ ეგის და პასპორტი რო ევიღე, მართლა ჩავგვიდე მე ფოტოები და აი ბოლო დღემდე რაღაცა არ ჯეროდა აეროპორტში რომ მოვედი, მე მეთქი აბა მე დამტოვებენ ალბათ შევლენ და ხელს დამა, წამოვედი აბა მეც და ქოროს პირველი ფრენა იყო. ხო, პირველი ფრენა იყო. ერთადერთი ნაფრენი მქონდა თელავში ქსენსუსას ვიდეოში 4 კაციანი თვითფრინავით. აბა ყველაფერი გაგიცდია. ხო და ეხა ამის ისე აღარ მეშინოდა, მაგრამ ძალიან გაგვაღიზიანა მეორე პილოტმა, რომელმაც ვენიდან ჩამოგვაფრინა სიცილიაზე. აი ესე ხო ჩამოფრინდა და 10 კილომეტრში იყო უკვე სიცილია და აი ესე მოუხვია. იქით წავიდა. ოღონდ თვითფრინავში მოხვევა რა ვინც და რა ყველა მის. ანუ ესე კი არ მოხვია. ესე მოუხვია. ბე და ეს დადიოდა აქეთ იქით ბენზინს ცლიდა თურმე როგორც გავიგე. და შემიძლია მე დავლიო შემდეგზე ეს ბენზინი და დაცლაში ესე წრეზე აღარ იაროს და მართლა წყნარად დავფრინდეთ რა. გუშინ კიდე საბაგიროზე დაამაყენეს. კი არა, ხო არის საბაგიროზე დამსვეს. ფეხზე ვიდექი და ბაგირით ავდიოდი რაღაცაზე. ანუ ატრაქციონებზე ვიჯექი რაც აქ ჩამოვიდა. მოკლედ ერთ საბაგიროზე არ შეიძლებოდა 12 კაცზე მეტი რა, ანუ მაქსიმუმი იყო 12 და ისე გადანაწილდით რომ ხალხი ვიდექით რიგში დიდი ხანი ველოდეთ, როდის ამოვიდეთ 4 საბაგირო და 12 კაცი უნდა გადანაწილებულიყო და ეს 5 კაცი ვინც ვიყავით პირველ საბაგიროზე ქოროსთან ერთად ეს ისეთ არანორმალურ ხმებს უშვებდა, რომ ჩვენ ვიყავით 5-ნი და დანარჩენ საბაგიროებზე იყვნენ 16-ნი და 18-ნი. არავინ ჩვენთან არ შემოვიდა რა. იმიტომ რომ ის იყო რა ქვია, რავი, მე შენ ეს დგას და ამბობს ფურთხი და რაღაცა ანუ ეგ მაგ ვიდეოს დავდებ, უკვე შეიძლება ნანახიც გაქვთ რა. ქორო იყო აი სრულ პანიკაში და ესენიც არ ეხმარებოდნენ რომ წყნარად ჩავსულიყო. მართლა მეშინია მე სიმაღლის და ეგეთი რაღაცეების, ვერ ვიტან სიმაღლის და ეგეთ რაღაცებს. მაგრამ სამაგიეროდ კაი კონტენტი გააკეთე. აქაც ყავდათ იმათ კითხეთ თამაშზე, რა გონიათ, როგორი თამაში გამოვა? არ გვეკითხავს და შენ გითხარ. არაბისი არ გაინტერესებს ხო? მე მგონია რომ ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება თავისი ყველაფრით. ის მანქანა მოყავს იმ კაცს? აი მე მანქანა მოყავთ, რომელშიც რა მოხდა? რომელიც ააფეთქეს. რომელიც ააფეთქეს და ეს რითი მოყავთ?
ფერფლი მოა. ხოთლით რო დადგან უკან ფერფლი. ოპა მანქანა. ხანამ არა, იცი ყველაფერი ხო შესაძლებელი ახლა რაღაცა განათებები დავალაგეთ იქით პოდკასტს იღებენი ისეს და ანუ G2G მაიტა მანქანას დავამატოთ რა. თან მაიტა მანქანის დამატება ის კი არის რომ 15 ლარი და დავაი მოიტანე, ანუ ძალიან ზემოთ მიდის. 350 ეურო. ამა. წავედას 500? ხო, მაგრამ კონტენტისთვის გიღირს ყველაფერი, იმიტომ რომ მგონია რომ ყველაფერი ძალიან ხარისხიანი გამოვა. თან ახლა ამ სახში დავდივარ, თქვენ ხო კი ვერ ხედავთ, მაგრამ 1 2 მე-3 მე-4 ოთახია მე მგონი ეს უნდა გამოიარო და ყველგან არის აი როგორ აგიხსნათ, იცი, აურა რო დაინახოთ. ღამე საათის მარტო ეგ რო ისმოდეს, შეიძლება მოკვდეთ შიშისგან, იმიტომ რომ ყველგან ნახატებია, ყველგან საათებია, აი ნახეთ, ხნაჩვები და აი რაღაცებია. ხო, აი, მაგრამ ძალიან მაგარი ის არის, აი რაღაცნაირად თითქოს თავის იმაში ეპოქაში ხსვავს ეს ყველაფერი, რა. ხო და მაგიდაზე რა ქენით საბოლოოდ როგორ აღწყვეთ ეგ მაინტერესებს. არ გაინტერესებთ რა? მე მაინტერესებს. ანუ მე უკვე ფეხი მედო მაგიდეს ბარგში რომ G2G ვითომ დაალაგა ეს თემები, ვერ დაალაგა ჩვენ მოკლედ ყველაზე მეტი ვინერვიულე მაგიდაზე რა. და რაღაც მომენტში მაგიდა ვეღარ მეკონდა თბილისიდან და ისეთ კაი ხასიათზე დადგა რომ მაგიდა ვეღარ მიგვაქვს და აღარ ნერვიულობო. მეთქი არც წაგვეყო. მე მეგონა რომ მაგიდა არ მეკონდა და მე მეგონა რომ აქ აი ოქტოპუსში რო გადავიღეთ მაფია რო მუხლზე დავიდებდით ბენედიქტინერს იქ სტარბაქს და აი ხელში გვეჭირებოდა ისე ვითამაშებდით რა. ხო. მასეც არა, მაგას გამოურიცხავდი. მე და რა მოხდა ახლა აქ რანაირად დავაგდა მაგიდა? მაგიდა აქ აწყეს. ბიჭო, ანუ ჩვენ ხო გავხსენით სივრცე ფულრუმ მაფია რა, რომელიც ფულრუმის და მაფიის კოლაბორაცია არის და ნოდო არის ჩემი ბიზნეს პარტნიორი, რომელიც რამოდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა თავის მეგობართან ერთად, აქ ხელოსანი იყო რა, გადაუხადა ფული და ააწყობინა სპეციალურად და დღეს გადაღების დროს კატანიიდან ამ ადგილამდე მოიტანეს, ააწყვეს გადასაფარებელი წამოვიღეთ საქართველოს და რომელიც 7 კილო არის და სანთლებიც კი ალაგია და მოკლედ რა. ვა, ძალიან საინტერესოა. თან ახლა რომ მოსაღამოდება, მაშინ ვიწყებთ ჩაწერას, ხო? აუ ისიც გაასწორებ და პრინციპი. ორკესტრი ხო არ ჭდებოდა ძვირი. ორკესტრიც იყო იცი შემოთავაზებაში. მართლა? და მეთქი არა. ორკესტრი საინტერესოა. YouTube ლიგაზე ყავდა ხო იცი ორკესტრი ერთხელ. ფინალი გახსნა ორკესტრო. ანუ ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ რეალურად ვერსად ვერ გაისმევოდა ეგ მუსიკა, იმიტომ რომ მუსიკამ უნდა გადაფაროს ხმა, ღამე. ჩვენი მუსიკის ისეთი ყურებში რომ და ყველასთან როზაწვერი არის. რომბონი და რაღაცები. გუში იმაში რა ქვია, ტაურმინაში ვიღაც ტიპი ესე საყვირში უკრავდა რაღაცებს და მეთქი დავაი გოდფაზერი დაუყარი მეთქი. მეც გვერდზე გეტყვი. ეს რა ქვია, ბელაჩაო დაუკრა და ეს არ არის მეთქი რა. და ფული რომ აიც მისცა, იცი? და რაღაცა ბივეც ფული რა. მე გოდფაზერი მეთქი, დავისკამე, კაროჩე. კი, რამდენ ევროში გადაგაგდო? ჩემთვის არაფერია. აი, მომია, მეც. თაბაშის მერე ჩაგიკუჭა. ხო, სხვათა შორის შენ აქ როგორც წამყვანი ეგრე ხარ წამოსული. ეგრეც ხარ წამოსული. ვიცი. მაგასაც დღესვე ჩვენი თამაში. რომელი საათია ახლა? სიცილია ონი ექნება მაგას. ზუსტად როდის იქნება მაფიის ფინალის პრემიერა, არ ვიცი. არა და ეხა დამთავრებულია და ვიცით ვინ მოიგო, просто არ გეტყვით. ამ ვიდეოს აღწერაში ეწერება რა, როდის იქნება. მე ძალიან მიხარია, რომ გადაღებამდე ვწერთ ამ ყველაფერს და არ ვიცით ვინ მოიგო და იმიტომ რომ მე ხო ერთ-ერთი მოთამაშე ვარ ცხოვრებაში პირველად ვიქნები ფინალში. არ ყოფილვარ და მთელი დღე ხო ნერვიულობ. ყველაზე ბოლო ხო მე მოვედი გადასაღებ სეტზე საერთოდ და მექნებოდა აი ჩამოღვენთილი სახე და უოჭველი შეატყობდა სულ ყველა ვინც მოიგო ან ვინც წააგო რა. ეგრევე სახეზე დამეწერებოდა ყველაფერი და ძალიან მიხარია რომ არ ვიცი ვინ მოიგო ან წააგო. ფინალში მე მეორედ ვარ და იმედია ეხლა მაინც მოვიგეთ, მაგრამ ჩერჩეტების გუნდი მყავდა მე მგონი მაშინ. პატიოსანი ვიყავი, გავარდი და წავაგეთ. სენსუსამ მოგვიგო. ნინივიანი იქნებოდა მაშინ. სენსუსამ მაინერა და მე პირველ სეზონზე ყოფილხარ. ხო, წავაგეთ. არა და არა. მოკლეს თავი. არა ის מחარაბა. არა ის. ვიშიაგერია? ვის დაუტოვებ? გადავყალაპო ეხლა? მიკროფონს დავუტოვებდი. ლაიმა ვაიკულეს. ახლავე.
ბატონო საბა როგორ გიკითხოთ? კარგად, როგორ ძნელებით? უბედნიერესად. მაქედან ისმის ხმა? კი, ისმის. ოკეი. როგორი ზაგარი მიიღეთ რაღაცა გაშავებული მეჩვენებით? ყვარას ჩაუგდე ვიდეო რა და მეთქი მეც არ მასვენებს მეთქი. და რა, კაც მანდაც ვერ მოიშორეთ. ანუ მე მოგეწვიეო და 12-ვე მე ვიქნებოდიო და თან მე თვითონ წამოვიდოდიო ბილეთების ფულსაც დაგახარჯინებდიო და ხო იცი რომ მანდაც იქნებოდა. ხო იცი რომ საყვანა მანდაც იქნებოდა თქო, სადაც შენ ხარო იქ იქნებოდა სადღაც კუთხეში და მალული თქო ანუ TikTok-ი რო დავადოთ რა თუ შეიძლება. როგორ ხარო ანა რომ მკითხა და შეიძლება უპასუხო ხო? ძალიან ბედნიერი, ჯიქვსაც უთხარი რომ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ ისტორიული დღის მონაწილე ვიქნა და 0.0001% შევიტან რომ ეს დღე შედგება საბოლოო ჯამში რაღაც მეც მონაწილე ვიქნები და ძალიან მიხარია. შენ ძალიან დიწულეს შეიტან საბამ. ძალიან აქტიურად პოსტავ, ძალიან კარგი ბიჭი ხარ და კარგად თამაშობ და ამ ზაგრით უხდები სიცილიას ზოგადად. მადლობა ანანო, ცოტა შორის სტატისტიკურად ანანოზე ბევრი კომპლიმენტი, ჩემს ცხოვრებაში ჩემს არავის არ უთქვამს. ანუ ანანო არის ადამიანი. მოგიკუთე. ანანო არის ადამიანი. გავაორმაგებ და შენ სხვას გადავცემ. რო მე სხვა გადმო, მე მითხეს ხო. ანუ არის ადამიანი, ვისაც აბედნიერებს სხვისთვის კარგი რაღაცის თქმა და შეიძლება რომ იბაძოთ მეგობრებო, იმიტომ რომ ანუ კარგი კომენტარები დამიწერეთ. მარტო ჩემზე არა, ნახავთ სხვას რაღაც კარგს ეთქვით, ამიტომ გაგისწორდება თქვენ თვითონ სხვას რო გაუსწორდება. მე ვიცი რომ რამოდენიმე კვირის წინ ახვედი 100.000-ზე ხო? კი ბატონო, 4 წელი 21, 22, 23, 5 წელი დამჭირებია. მე ვამბობ, რომ აი საბარო კონტენტს აკეთებს, ესეთი კონტენტი ქართულ YouTube-ში კი არა, უცხოეთშიც კი უიშვიათესი არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის რა. აუცილებლად. და თვითონ YouTube-ისთვის რამხელა ძალას და რამხელა value-ს ძენს საბას კონტენტი, რომ ქართულ YouTube-ში ესეთი კონტენტი კეთდება, არის ძალიან მაგარი რა. მადლობა და მადლობა ჩვენს ასეთ YouTube-ის ასეთ განვითარებაზე რა. მადლობა ძალიან დიჯიტოს ეს სიტყვებისთვის, სხვათა შორის. რამდენიმე ფეხბურთელს ხარ დავასახელებ, სახელად და გვარს, ნაკრების ფეხბურთელები არიან. ჩემთვის ნათქვამი აქვს, რომ მე ხო ძალიან მალე ეგრევე ქართული ლეგიონერების გოლებს და საგოლე პასებს ხო ეგრევე სტორიში ვიდები და ამდენიმეს ნათქვამი აქვს, რომ გასახდელში რომ ჩემ უცხოელ გუნდელებს ვაჩვენებთ, რომ აი ნახე პირობითად ამან რა საგოლე პასი გააკეთა და ყოველთვის მეკითხები რომ რა გვერდიაო ეგეთი რომ არ არსებობს სოფლიოში რომ ესე თავისი თანამემამულის თამაშს ესე სწრაფად მიყვებოდეს და ამდენიმე მითხრა რომ ჩემ გუნდელებს რომ გამოვაწერიო შენი არქივი და მართლა მე შევამოწევ მართლა გამოწერილი ჰქონდათ და ძალიან მიხარია რომ ეხა არის ქართული YouTube-ის აღმავლობის ხანა ჩემი აზრით და ბოლო პერიოდში ისეთი კომპანიები მიხვდნენ და დაინტერესდნენ რომ ქართული YouTube-ერი საუკეთესო ინვესტიცია მათი ბიზნესებისთვის და მათი კომპანიების განვითარებისთვის რომ გონია რომ იმდენად პროგრესულად გადავხვდიდი განსაკუთრებულ მადლობას აქ. ესე კონკრეტულად მე ყველას გადავხვდი მადლობას, ვინც არავინ არ მინდა გამომრჩეს. ყველა კომპანიას აბსოლუტურად გადავხვდი მადლობას, ვინც ქართული YouTube-ის განვითარებაში ფინანსებს დებს და მადლობა ყველა იმ კომპანიას შენ ჩემზე კარგით სახე ვიღას უარ გამომრჩეს, ვინც დღევანდელი დღის შექმნაში შეიტანა თავისი წვლილი. საოცრება, მართლა ძალიან მაგარი რაღაც მოხდა და ძალიან მაგარ დროს, ძალიან მაგარ პროექტს დაეხმარეთ რა. და ამას ხალხი წესით არ დაივიწყებს, იმიტომ რომ კომენტარებშიც უგვიწერენ, რომ სხვადასხვა კომპანიაზე გვიწერენ ხოლმე რაღაც კომენტარებს და ამას ყველა ხედავს რა. სხვათა შორის მე ძალიან კარგად მესმის მე ვიტყვი რომ მე ვგრძნობ რას გრძნობს G2 და რატო. ჩემთვის ჯეოთიმი არის როგორც აი რა გითხრა შვილი ანუ შვილს რო უვლი მშობელი ცხოვრება მე შეგვიძლია აი ჯეოთიმისთვის იმიტომ რომ ეს არის იდეა რაც ყველაზე მეტად მიყვარს ცხოვრებაში რა რისი კეთებაც ყველაზე მეტად მიყვარს ცხოვრებაში და ჩემი აზრით G2-სთვისაც ის პროექტი რასაც რისი სული შემდგარიც არის ზუსტად იგივენაირი სიყვარულით უდგება შენ უფრო მეტ დროს ატარებ G2-ს და ერთად და სტაფის წევრები და ჩემი აზრით შენ კარგად ხვდები, რას გულისხმობ, შეიძლება კიდევ ვერ გადმოვცე, ისე თქვაც, მინდა თუ რამდენად უყვარს G2-ს თავისი ხელით და ხელით ნაშენები ეს გემრიელი პროექტი და მართლა ძალიან ეს არის ახალი სიტყვა ქართულ YouTube-ში.
აი როგორც ქართული YouTube-ისთვის იყო ახალი სიტყვა სოსოს დოკუმენტური ჩრდილოეთ კორეიდან და არის რაღაც ისტორიული პროექტები ქართული YouTube-ში რაც ახალ ლეველზე ეხმარება. ხო, ბაბასტო YouTube ლიგის ნაკრებია ის მე ვიყავი მე ხო 7-იანი ლაივი ოქტოპუსის მე ვიყავი სლოვაკეთში ევროპის 30 წლის ჩემპიონატზე როცა ეს kick-off-ის ნაკრები თამაშობდა საქართველოს ნაკრები ქართველსი და მე რო ჩავრთე და ვნახე რამდენი ხალხი იყო სპორტის სასახლეში და ლაივში და 20,000 კაცი უყურებდა და აქ ყველაზე მთავარი ის არის რომ პრომოცია ამ ყველაფრის მიდიოდა მხოლოდ ერთ კვირაში მოახერხეს რომ ეს ხალხი იმიტომ რომ ბოლო წამამდე რაღაცებს ელოდებოდნენ. აი დაახლოებით ერთი თვე რო ქონდათ ამ კლუბში, ჩემი აზრით, ორჯერ მეტი ადამიანს მიიყვანდნენ და ორჯერ კი არა, ანუ ხო, არ ვიცი, მე აი ძალიან ისე ვამბობ რა, ყველაზე მინიმუმს ერთ კვირაში გაკეთდა გეუბნები და ესეთივე ახალი სიტყვა ქართული YouTube-ის ისტორიაში ჯითუმ რო ასხა ქართული YouTube-ის ჯგუფი და გადმოსხა სიცილიაში. ხო, საკმაოდ ბევრი გამოწვევები იყო რა. ვიცი, ზოგადად რაღაცას რო გეგმავ, მე პირად გამოცდილებიდან იქიდან თუ 30% შესრულდა, ან როგორც წარმომიდგენია თავიდან რა რაღაც, რომ 100% გავწერე. რომ ესე მინდა გაკეთდეს, იქიდან 30% თუ შესრულდა, იქიდან ნუ მეტწილად პენიერი უნდა, იმიტომ რომ იქ ხო შე როცა გეგმავ პრობლემებსაც წარმოვიდგინა. თვითონ პროცესში რო ჩადიხარ იმდენი წარმოუდგენელი პრობლემა ამოყოფს თავს დარწმუნებულ გამოცადა შენ თავზე და იმდენი ბევრი პრობლემა იყო კიდე რომ მაგ კიდევ ვერ ჩამოვიტანეს ხაბა ჩვენ მზად ვიყავით ყველა რომ ჩვენი სხეულის ნაწილებში გაგვეკეთებია ეს მაგინა მე ჩანდით მომქონდა მეგობრებო ჩვენ ვიყავით აქ ხალხი ვინც ქართული YouTube-ისთვის და ქართული YouTube-ის მაგისთვის მზად ვიყავით რომ ჩვენს სხეულში მოგვეთავსებინა რაღაცა გზები გადაგარჩინათ ჯითუჯი აუ ერთ ფაქტს ავუჩნდა რა შეთვის ეს კი ძალიან ხშირი იქნება, იმიტომ რომ ხშირად დადიხარ უცხოეთში ფეხბურთელებთან, ხალხს ეკონტაქტები რაღაც, მაგრამ საოკაში იმ ადგილას, სადაც ხელის თხოვნის სცენა არის გადაღებული იმ კაფეში, ვხედავთ და ვიღებთ რაღაცას რა, არ ვიცი, არტურა ვიღებს და ოფიციანტი ტიპი მოდის და კვარაცხელიას ფოტოს მაჩვენებს, რომ კვარა, ჯორჯიანო, თუ რაღაცა არ ვიცი და მეთქი იტალიაში რო ქართველებს ატივს წემენ ლომის წილი აქვს მაგაში კვარას. მე ყველა ფეხბურთელი როგორ მიყვარს იცი და მაყურებელმაც იცის თუმცა კვარას ლეგასი არის შეუფასებელი ქართული ფეხბურთის. სხვა შორის ჩემთან ინტერვიუში თქვა ძალიან მაგარი რაღაც კაშო. კვარას ყველაზე დიდი მიღწევა ის არისო თავისთვის ყველაზე მიღწევა რომ ქართულ ბავშვებს უნდათ კვარას გამო ფეხბურთის თამაში დაიწყონ. კვარასთვის ამაზე დიდი მიღწევა რომ თავის ქვეყანაში ამ ესეთი ლეგასის და გავლენას ტოვებსო, არაფერი არ არისო და სხვათა შორის საბა არ ამოსულა აუზიდან თუ ამოვიდოდა გაიზეთებოდა ხოლმე საბა წამოვიდა იმისთვის რომ გაზაგრულიყოსო ეგ არის. სხვათა შორის მე არც ერთ საღამოს როცა აუზი ფარტი იყო, მოულ დაღლილი ვიყავი და მეძინებდა, თორე არც ერთ პროცესს მე არ გამოვკლიბოს უკეთესად ერთი პლიაჟზე გახდილ გოგოების სტუდიოებს უყურებდნენ და მეორე საბას სტუდიოებს. ხამარ ისთვის უნდა მე უყურებდი თქო მეტი არა ხალხი ანიმეს უყურებდა ან საბას სტუდიოებს და შენ რას უყურებდი ჯითუ? ეს გოდფაზერს უყურებ და უეჭვენი. ფრენის დროს ჯითუს ჩაეძინა გაგიკვირდებათ და რაღაცას უსმენდა. და ჩვენ რა თქმა უნდა დაგვაინტერესა რომ ეს საყვალაც ანუ რაღაც აი ესე იყო გიოპიკას უსმენთ აი ესე იყო და ჩვენ რომ მივედით მივახოდით ყუთარ ესეთი მელოდია შემოგვესვა დაელოდეთ ფინანს რა და უცბაზე ამის ჩვენ კიდევ ერთხელ გავიაზრეთ თუ ამდენ შესისხლ ხორცეული აქვს ჯითუს ქართული YouTube-ის მაფია იმიტომ რომ ეს პროექტი არ არის მაფია ეს არის მაფიაზე მეტი. ეს მეოთხე შვილიც არის, მეხუთეც და ყველა თევზიც. ყველა თევზიც. ჯითუ არის ყველაზე ბედნიერი, რომ ეს მითავისებ. არის ჩართული ზოგადად ქართული YouTube-ის მაფიის ყველა პროცესში, ყველა ნაბიჯი ხალხი.
მე ხოთაშორის მithkoms ესეთი რაღაც რომ რამდენადაც G2-ს ყავს უძლიერესი community ეს შეიძლება დამეთახოთ შეიძლება არა იმდენად ქართული YouTube-ის მაფიის community არის დაუნდობელი ანუ შეუძლიათ თავი მოგაჭამონ იმის გამო რომ შენ თვითონ გინდოდა რომ რაღაც უკეთესად გაგიკეთებინა ეხლა ვაპირებ რომ შეწყალება გავაკეთო ანუ ძალიან დაგვეხება თუ ცუდად ვითამაშებთ რა. ეგ ხალხი ხო გინების გამო დაიბლოკა. ეგ ხალხი იცი როგორ იქნება მე. ეხლა. ანუ ყველა როგორ დაბლოკე ეხლა ხო რა თუ რა. ქვეყლებო როგორ თამაშობთ რაღაცები არიან დაბლოკილები რა. ხო ანუ იმენა ვინც იგინება ის არის დაბლოკილი და სულშანს ერთ ჩანს ყველა იმსახურებს მაგის. სახე გაგუძრება თუ ცუდად ვითამაშებთ გული მიგრძნობს. არა მეთახმება მაგრამ ანუ იცი რა ის რა შეოდებს ხოთროს ჩემი აზრით ფეხბურთელები მიხვდებოდნენ რომ მე მგონი რომელიღაცა ქვილთან ხო არ თქვა აი მას გავსო ვერ ვიხსენებ ხო ფეხბურთ მე მგონი ქვილთან ხო ფეხბურთ თამაშ გავსო რომ თან ტრიბუნიდან ყველა არის პროფესორი ყველა უკეთესად იცის რომ იქ პასი უნდა მოგეცა და იქ უნდა დაგერტყა და იქ უნდა მოგეტყვი კაცი და ხო და ზუსტად ეგრე ყველამ შენზე კარგად იცის რა უნდა გაგიკეთები და ვიშ უნდა ჩაგედო ხელი რომელი დეტექტივის უნდა დაგეჯერებია თუმცა მაგიდას დროს ხარ გაგნებაში მეც ეგეთი ტოქსიკური მაყურებელი ვარ მეგობრებო და fake account-ებით მეც ვლაძღავ ხოლმე ამათ თუ თამაში არ წავიდეთ თქვენ რეგაზე არ იდარდოთ დავაი დასწრეთ მოდი ერთ იმას ვიტყვი გულახდილად შენ არისი დაქტორება ხო მოდი ერთ რაღაცა ვიტყვი გულახდილად და მორჩით მე მაქვს ერთი ნუ ანუ fake-იც არ არის რაღაცებში ვიყენებ იმ account-ს თუმცა ანუ რა თქმა უნდა ანუ usახელო რაღაც აწერია რა და არაზრს მე ცუდი მაგ fake account-ით ცუდი კომენტარი არ დამეწერია არასდროს აი მაგით უყურებ ხოლმე ვიდეო ეს ჯეოთიმით არა არა Facebook-ზე მაქვს Facebook-ზე ალეკო 22 რატო გააბაზრე ალეკო 22 თუ გვაგინებს უკვე ვიცით საბასაპანად სულ დავადეპორტებ არა ეს ვერ მიხდი ალეკო 22 იყო ჩემი ცოლის ახალებში ერთ fake account-ი რომელიც გოგოებს წურდა რა კაი ზუები გაქვს არა არ მგონია ოკეი ალეკოსაც მოეხსნება ბლოკი რა ოკეი Buonasera შევხვდებით ფინალში მადლობა რა მოხდება კაცი შვილმა არის დავამთავრეთ